მარინა შენი შვილი საფლავზე და წამოვალ ჩვენ აუცილებლად ამას ფიქრობ ჩემი ემოციები რომ უყურებ ახლა ამ ბავშვის საფლავს ესეთი მძიმე იყო ჩემთვისაც 92 წლის ის 2 თებერვალი როცა რომ ჩემი შვილი სახლიდან გავიდა მშვიდობიანად ხელში ეროვნული დროშა ეჭირა წავიდა მიტინგზე დილით გავიდა სახლიდან და დამემშვიდობა დამშვიდობება როგორი ქონდა მე მეშინია მეთქი დედა რო უთხარი რომ ესეთნაირად ესე რომ გადიხარ მწუხელის ხონახე რა გამოაცხადეს მეთქი რომ არ დავინდობთ არავის და დავხოცავთ და ხელი გადამხვია და მოფერებით მითხრა დედა რისა გეშინია რა მოხდება ერთი შვილი შეწირო საქართველოს წავიდა დილით ბავშვს რომელსაც ეროვნული დროშა ეჭირა და მიტინგზე წინ მიდიოდა მაშინდელმა მხედრიონის ბანდიტებმა სნაიპერის ტყვით დამეხვიდა საძილი არტერიაში ჰქონდა ტყვია მოხვედრი რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა ჩემთვის მართლა მძიმეა ესეთი ახალგაზრდების საფლავზე მისვლა ძალიან ემოციურად მე არ ვიცი ამ მთავრობამ როგორ უნდა ჩამოირეცხოს ამდენი ხალხის სისხლი ეხ ეს ხელისუფლება მაშინვე სანამ თენრლანთან დანარჩენებთან მივალ ესენი ხო ჩვილი ბავშვი მოვიდნენ აკუანში ბავშვი მოკლეს იმ ბავშვის სისხლით არის ამოსულები იქიდანვე ჩანდა ეს ყველაფერი ნათელი იყო რასთან გვქონდა საქმე აი ეს ყველაფერი დავინახეთ დღე ვხედავთ ამ ყველაფერს დღითი დღე უარესდება საქართველოში მდგომარეობა რეპრესიები ჩაგვრა უსამართლობა ციხეებში ამდენი ახალგაზრდების გაშვება დალეწვა დასისხლიანება ჩვენ რასაც ვხედავთ ეს არის ამას გეფიცებით ახსნასაც ვერ უძებნი ეს დიქტატურა კი არა დიქტატურაზე ბევრად მეტია ეს არის რეპრესიული ეს არის ძალადობრივი ეს არის უსამართლო ხელისუფლება ამას ბოლო უნდა მოიღოს რა თქმა უნდა